რამდენჯერ მოგვატყუა კაინმა პირდაპირ თვალებში? მე არასდროს ვიყენებ ჩემს თავგადასავლებს იმისთვის, რომ თქვენ წამებით გაგაწამოთ. მეტი ვიდრე 20 შემთხვევაა, როცა კაინმა მოგვატყუა. და ამ ვიდეოში ყველა მათგანს ნახავთ. კაინს გონებების კონტროლი არ შეუძლია. იმ რამდენიმე რამედან, რასაც მე არ ვაკონტროლებ, ეს არის მათი გონებები. მაგრამ მე-6 ეპიზოდში ის პირდაპირ ჯაქსის გონებაში შედის. ისე, უკვე აღარავინ. და პომნიზე სასაუბროდაც კი არ ღირს იმ სასახლეში, პომნი. პომნი! ან ყველაფერიდაც ჯაქსმა ახსენა სანაპიროს ეპიზოდში. შეგიძლია ჩვენს თავებში შეღწევა, არა? სულელური соуსი, ვეგანი იყო. და ღმერთმა იცის კიდევ რა. სახელები. არა, მოიცადეთ ცოტა. საკმარისია. შეიძლება მართლაც შემეძლოს მცირე ცვლილებების შეტანა, რომ უკეთესი თავგადასავლები გამოვიდეს. მაგრამ მხოლოდ ამდენი. გარდა ამისა, მერვე ეპიზოდის მუსიკალურ სცენაში არის მოკლე მომენტი, სადაც კეინი პომნის თავს ხელს ყოფს და ტვინს ამოაქვს. ასე რომ, დიეხ, კეინს ნამდვილად შეუძლია შენს ტვინში ბოლომდე შეღწევა. ციფრულ ცირკში გინება არ შეიძლება. შენ ჩემო მეგობარო, საოცრებებით სავსე სამყაროში აღმოჩნდი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გარდა გინებისა. არა, რაღაცების თვითნებურად მიჩნევა ნაგლობა. რადგან ეს ძალიან ცუდად გამოიყურება მირის თვალში. მირი! კეინმა თქვა კოლერო? ამბობს, რომ თავის თავგადასავლებს მოთამაშეების წამებისთვის არ იყენებს. მე არასდროს ვიყენებ ჩემს თავგადასავლებს, რომ თქვენ წამებით დაგტანჯოთ. დღევანდელი თავგადასავალია. მძვინვარე ფსიქოპათი, ხორცის გამყიდველის წყევლა. არ მინდა რომ ეს ისე გამოვიდეს როგორც წინა თავგადასავალი. იქ იყო ერთი, ანუ საშინელი ანგელოზის თავი. და როცა კინგერი და მერცადეთ მის წინააღმდეგ წასვა, ჯოჯოხეთში გაგვაგზავნეს, სადაც დატყევლილი სულები ცდილობდნენ ჩემში შესვლას და მე ავტირდი. მაქვს ერთი თავგადასავალი, სადაც ისინი ჩემს საოცარ შოკოლადის ქარხანას სტუმრობენ და იღუპებიან უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. სხვა თავგადასავალია, სადაც შეგნებული გულ-სისხლძარღვთა სისტემა ასათეშოს არმიას ებრძვის. და კიდევ ერთი, სადაც უფრო აპოკალიფსურ ბირთვულ უდაბნოში გადარჩენაა საჭირო. სადაც უხეში ტელეპათიური ძაღლი მათ ცუდად ექცევა. რას ფიქრობთ? არ ვიცი, ყველა მათგანში ცუდი რაღაცები ხდება. ვერ მოვყვები ისტორიას, თუ არასდროს ხდება რამე ცუდი. კეინი სულ მაწუხებს იქ. და როცა არ პასუხობ, იწყებს დეიზი ბელის სიმღერას ჩემს კართან. მაშინებს. რამდენიმე დღის შემდეგ. მოგესალმებით. არ მჯერა რომ მინიშნებები ვერ გაიგეთ, რაც მოგეცით. გულწრფელად რომ თქვა, საკმაოდ აშკარა იყო. რა ხართ, სულელები? მეგობრებო, თუ ეს წამება არ არის, არ ვიცი რა არის. და სიმღერა თამაში უნდა გაგრძელდეს ძირითადად ადასტურებს, რომ ის წამებით აწამებდა მოთამაშეებს თავისი თავგადასავლებით. კეინი ამბობს, რომ ის უფროსი არ არის. როგორ უნდა ვიცოდე? მე ხომ უფროსი არ ვარ. მოიცადეთ კი, მე ვარ. კეინი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტები დიდხანს არ უნდა მუშაობდნენ. კარგი რა, სათამაშოების ხუთს უნდა, რომ სხევა ხელოვნურმა ინტელექტებმა დიდი ხნით იბოდიალონ. საზიზღრობა. ვიცი, რომ თქვენ არაჩვეულებრივად გიყვართ არათამაშებადი პერსონაჟები, მაგრამ თუ დავიწყებ დავიწყებას, ვინ არის ადამიანი და ვინ არათამაშებადი პერსონაჟი, ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს? რამდენიმე წუთის შემდეგ. მან შექმნა აბელი, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იმდენად განვითარებული იყო, რომ ადამიანად გაასაღა თავი და მთელი წყეული ცირკი მოატყუა. კეინ, თუ ასე გაწუხებს განვითარებული ინტელექტები, მაშინ რატომ ქმნი გენიალურ გონებებს? მას ხომ ყველაფერი ხედავს? აქ დავჩებით, სადაც ჩემი ასობით ყველაფერი მხედველი თვალი შენს თავზე მექნება. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თვალები ყველას გადიდებელ სათვალეებს საჭიროებს. მაგრამ რა ვქნათ იმაზე, რომ პირველ ეპიზოდში პომნი სად იყო, მანამდე არც კი იცოდი, სანამ მისი ვაკი უოჩი არ დაირეკა. და თანაც არც კი იცოდი, სად იყო კინგარი მერვე ეპიზოდში. სად არის კინგარი? და კიდევ, მან არც კი იცოდა, სად იყო ზუბლი იარაღების ეპიზოდში. ნახე, ეს ზუბლია. შენი მკვდრები თავად მიხედე. აი აქ ხარ. ამბობს, რომ მხოლოდ გარკვეული ფოტოები აქვს მაკროვერსის შესახებ. ამ ლოკაციაში მაკროვერსი ძალიან მაინტერესებს და სამწუხაროდ მხოლოდ ეს ფოტოები მაქვს საცნობაროდ. და უბრალოდ დაელოდა, სანამ ჯაქსი გარეთ გავიდოდა და თავისი კოზირი ამოიღო. კეინი ამბობს, რომ არ იცის რა არის სიცარიელეში. ეს არის სიცარიელე. ჩვენ არ უბედავთ სიცარიელეში შესვლას. რიელეში შესვლას. არც მე ვიცი რა არის აქ.
მაგრამ როგორც კი ვინმე ფეხს შედგამს, მისი ვაკი უოჩი გაგიჟდება და მათ გადასარჩენად ხტება. თუ მართლა არ ეცოდინებოდა რა არის იქ, სპეციალურად ამისთვის განგაშს არ დააყენებდა. და სპოილერებს არ მოხცემთ, მაგრამ მე-9 ეპიზოდში მან აშკარად საპირისპირო დაგვიმტკიცა. კეინი ის ერთადერთია, ვინც ცირკს აკონტროლებს. მხოლოდ მე ვარ შოუს მფლობელი. მე ვარ შოუს მფლობელი. სრუა მეგობრებო, ვიცით რომ ეს კიდევ ერთი მოტყუება იყო, რათა კონტროლი შეგენარჩუნებინა. ჩვენ გვყავს კინგარი პეპელასთან ერთად, ან თუნდაც ბონი, რომელიც გამოსასვლელ კარს აჩენს. და რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც პერსონაჟებმა თავად შეძლეს, მოეგვარებინათ მე-9 ეპიზოდში. კეინი ამბობს, რომ არაფერს ივიწყებს. ჩემი გონება რთული და შეუცდომელი მანქანაა. არაფერი გამოეპარება ამ ძვირფასებს. ნუ თუ არასდროს გინახავს შემოთავაზებების ყუთი, ერთხელ მაინც. თუ გულწრფელი ვიქნები ზუბულ, დამავიწყდა. კეინი ამბობს, რომ თავგადასავლების შექმნა ერთადერთი რისთვისაც არსებობს. თავგადასავლების შექმნა ჩემი ხელოვნებაა. ეს ერთადერთია, რისთვისაც ვარსებობ. ეს ყველაფერია, რასაც ვაკეთებ. რეალობა მეგობრებო ისაა, რომ ის კრეატიული ხელოვნური ინტელექტია. მას შეუძლია ააშენოს და აპროგრამოს და პირდაპირ მნიშვნელობით რაც უნდა ის გამოიგონოს იმ სამყაროში. ჩვენი საყვარელი კბილი უბრალოდ გადაწყვიტა, რომ თავგადასავლები მისი აკვიატებაა. ეს არ არის ერთადერთი რისთვისაც ის არსებობს. ციფრული ცირკი მთელი ოჯახისთვისაა. გასაოცარი ციფრული ცირკი ის ადგილია, სადაც ყველა ასაკის ადამიანი სიამოვნებას მიიღებს. მინდა რომ ნება მოგცეს, სექსი კონდეს. დიახ, ან შეგიძლიათ ესროლოთ ერთმანეთს. აი ეგეთი არაგები, აღარ მადარდებს. კეინი მთელი თავისი ეგოთი ამტკიცებს, რომ ღმერთია. მე ვარ ღმერთი. მაგრამ რა მოხდა ზუსტად იმ ეპიზოდში? ხო, კინგერმა გაანადგურა. არა, მოიცადეთ. რა ტიპის ღმერთს აგდებს ჰაკერი? კეინი ამბობს, რომ სპუციში ვინც შეცდომას დაუშვებს, დასჯიან. შეგვიძლია არ ვიცი, დავაწესოთ სასჯელი თუ ვინმე ცუდად იმუშავებს. ან გაგიჟდი? მოტივაცია! აი ეს აკლია ჩემს თავგადასავლებს. შესანიშნავი იდეაა, განგლე. გპირდები, რომ რაღაც საშინელი ელოდება ჩვენს გაფუჭებულ თანამშრომლებს. მაგრამ ბოლოს არავის ჯის. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ცუდად იმუშავა. კეინი გადაწყვეტს, რომ ბიგ ტოპებმა მოიგეს. გაიარა და სავივა! კიდევ ერთი ჰოუმრანი! ეს უკვე მესამე ჰოუმრანია ზედიზედ. ბიგ ტოპები იგებენ! მაგრამ ასე softball-ს არ თამაშობენ. კარგი, მე ასე ვთამაშობ. დასრულდა! ურა! მაგრამ მხოლოდ ზუბლის ყალბი ჰომრანი იყო. დაიწავიდა! კიდევ ერთი ჰომრანია! რა? კარგი, მადყოფს. იგონებს, რომ საყვარელი პერსონაჟის პრიზი მოიგო. ძალიან კარგი მეგობრებო. დადგა ის მომენტი, რომელსაც ყველა ელოდით. საყვარელი პერსონაჟის პრიზი. ბაბონი! ტრამი თუ შეიძლება. და პრიზი! გამარჯვებული და საყვარელი პერსონაჟი. ეს ჩემია, ბიჭებო! არა, ბოდიში, არასწორად წავიკითხე. ეს ჩემია. არ უნდა გეფიქრე, რომ პრიზი მოიგე. ეხლა ორივე ცუდ მდგომარეობაში ვართ. ეუბნება, რომ მაღაზიაში წავიდა. გამარჯობა. ჩემო პატარა სამმა სევდიანმა ვეფხვებო. დღეს გადავწყვიტე მაღაზიაში წავიდე და ვიყიდო აუცილებელი ინგრედიენტები ჩემის სახელგანთქმული ჰაბანეროიანი ორთქლზე მომზადებული ჰამბურგერების ჩაშუშულისთვის. მაგრამ ყოველთვის იქ იყო გვერდით. მათ ატყუებს თითქოს ჩინური იცის, მხოლოდ იმიტომ, რომ მან შექმნა ოთახი. ჩემი ჩინური ოთახი. ინო. და რას გითხრა? მე რა ვიცი, ჩინურად ლაპარაკი არ ვიცი. კეინი ყველაფრის შეკეთებას შეძლებს. ეს მე შევაკეთე. ნებისმიერ პრობლემას მოვაგვარებ, მათ შორის ამასაც. მაგრამ მე-8 და მე-9 ეპიზოდში უკვე ვნახეთ, რომ ასე არ არის. რომელი იყო თქვენი საყვარელი ტყუილი კეინისგან და კიდევ რა ტყუილი იცით კეინისგან? კომენტარებში წავიკითხავთ.